მოგესალმებით ჩემო კარგებო, მოგესალმებით ჩემო ერთგულებო. იმედია ყველანი კარგად ხართ. მოვედით თქვენთან მორიგი საჯარო გაშლით. დღეს მინდა გავაკეთოთ გაშლა ერთ ვარიანტზე. ეხლა ტარო გვეტყვის გაშლის თემას. რა თემა იქნება? სანამდე მე ავჩეხავ დასტას, უცებ შეგახსენებთ, რომ ტაროს სამყარომ შეიცვალა სახელწოდება და თქვენ ახლა ხართ ღამის მკითხვების გვერდზე და ასევე შეგახსენებთ, რომ ვისაც სურს ჩემთან პირადი კონსულტაცია, უნდა მომწეროთ, არ მირეკავთ, უნდა მომწეროთ WhatsApp-ში ან Viber-ზე ნომერი 511-13-18 ან ასევე შეგიძლიათ მომწეროთ ღამის მკითხველის Facebook გვერდის მესენჯერში და მას ასე, ბევრი რო არ ვისაუბროთ, რაზე ვისაუბრებთ დღეს. რა თქმა უნდა, ურთიერთობებზე იქნება გაშლა იქნება ერთ ვარიანტზე, ვისაუბრებთ ურთიერთობებზე და სავარაუდოდ დიდი ალბათობით ვისაუბრებთ ოჯახურ ურთიერთობებზე წყვილზე, რომელიც უკვე დიდი ხანია ერთად არის ქორწინებაში. შეიძლება ოფიციალური საბუთი არ გქონდეთ, ხო, მაგრამ ასე საქართველოში უამრავი წყვილია, რომელსაც მანდა მაინც ქორწინების მოწვევა არ აქვს, მაგრამ არაჩვეულებრივი ოჯახები ყავთ, უკვე შვილებით, შვილიშვილებით და შვილთაშვილებით, ხო? და მაინც ეს თემა რაზე არის? გაციებულ ემოციებზე, რაღაცა წყენებზე, უთქმელი რაღაცეები არის თქვენ შორის. რაღაცა წყენა არის, დარდი თქვენ ორ შორის, რომელსაც ერთმანეთს არ უზიარებთ, უთქმელისევდა, მოდი შეიძლება დავარქვათ ესე, ცოტა რაღაცა ესეთი, მე მგონი ზედმეტი დრამა შევძინე ახლა სახელს, მაგრამ რაღაცა ესეთი, რაც ამოგვივიდა, იმას ვამბობ, ხო? ზედმეტი სევდა არის, აქ დამალული არის, ეს ჩუმის სევდა, რაღაც წყენა, უთქმელი სიტყვები, რომელსაც, შეიძლება ფურცელზე გადმოცემთ, შეიძლება რაღაცას ეუბნებით კონკრეტულად, ხო? არ ვიცი, შეიძლება საუკეთესო მეგობარს ან ვინმეს, მაგრამ ერთმანეთთან საუბარი არ ხდება, წყვილში აშკარად არის ეს პრობლემა, რომ რაღაცა განაწყენებული ხართ და ამაზე ვერ საუბრობთ, კი აქ ნამდვილად ძალიან ასეთ სტაბილურ წყვილზე არის საუბარი და როგორ მდგომარეობაში ხართ, იცით, თქვენ აქ ამოდიხართ როგორ ითქათ, ოჯახური კერის შემნახველი, დამცველი, როდესაც ცდილობთ, რომ ეს დარდი, პრობლემები არ გაგაქვთ გარეთ. ხანდახან შეიძლება გჭირდებათ განმარტოვება, ცალკე დაჯდომა, ფიქრი ამ ყველაფერზე, ასე გირჩევნიათ, იმიტომ რომ აშკარად ყველაზე ახლო ადამიანთანაც კი შესაძლოა თქვენ ვერ საუბრობთ, ან არ საუბრობთ, უბრალოდ არ გაგაქვთ ეს პრობლემები, ის წკივილი, რომელიც გააქვთ თქვენ, არ გაგაქვთ გარეთ, არ უყვებით სხვებს. არ გინდათ რომ ბოლომდე რაც ხდება თქვენს გულში, თქვენს რეალობაში, რომ გავიდეს გარეთ. მაგრამ მართლა როგორც თქვენი ურთიერთობის დამცველი, როგორც თქვენი ოჯახის კერის დამცველი, ისე ხართ, ხო, ცდილობთ, რომ ეს სითბო სიყვარული არ მოაკლოთ, ხო, და როდესაც დადარდიანებული ხართ, ხო, გირჩევნია და ახლა უმეტესობას დარწმუნებული ვარ, რომ იმის საშუალება არ გაქვთ, რომ რაღაცა სევდა რომ მოგაწვევათ, წახვიდეთ სადმე სკვერში, ან ტბის პირას ჩამოჯდეთ, იქ იფიქროთ, ხო? თუმცა შეიძლება ვიღაცები იგივე მაღაზიაში საყიდლებზე, ყოველდღიურ საყიდლებზე რომ გადიხართ, იქ პურზე, კვერცხზე და ამ თქვენ დაარდებით, როგორ ხედავთ, ესე დადარდიანებული ქუჩაში, როდესაც მიდის და მაშინ განმარტოვდება ხოლმე ამ თავის ტკივილთან და როდესაც კარის სახლს შეაღებთ, იქ უკვე აღარ გინდათ ამაზე ფიქრი, გადართული ხართ იმაზე, რომ ეს სითბო, ეს ცეცხლი, რასაც ქვია, რამდენი დარდი გაქვთ. რამდენი საფიქრალი გაქვთ და რამდენი დარდი გაქვთ. რაღაცა გადაწყვეტილებას ვერ იღებთ, იცით? ძალიან გიჭირთ გადაწყვეტილების მიღება, არა და ხვდებით, რომ ეს საჭიროა, როგორ მოვიქცე, რა გავაკეთო, რა მოვიმოქმედო. ასეთი ფიქრები გაქვთ თქვენ. ასეთი ფიქრები გაქვთ თქვენ და თან ცდილობთ, იცით, შეიძლება ბევრი გზაც არის, სხვადასხვა რჩევებს გაძლევენ, ხო, ადამიანები, ესე მოიქეცი, ესე აჯობებს, ყველაფერი ცდილობთ, რომ ყველაფერი ძალიან
რომელი ვარიანტი ჯობია, როგორ მოვარგო, ხო? ამ სიტუაციას რა მოერგება? გადაწყვეტილება რო გაქვთ მისაღები და ისევ უბრუნდებით. ანუ ერთგვარად წრე შეიკრა, ხო? ისევ დაუბრუნდით ისევ ოჯახს, ხო? ანუ თქვენთვის ამოსავალი წერტილი არის ამ ურთიერთობის შენარჩუნება, ამ ურთიერთობისთვის თავის დადება, ვიცით რა, აქ თავგანწირვა არა, აქ პიროვნებაზე არ არის, თქვენ პარტნიორზე არ არის მხოლოდ, ხო, რომ ვაიმე ხალი ცდილობს, რომ ყველანაირად მამაკაცი შეინარჩუნოს და არა, ამაზე არ არის. თქვენ ინარჩუნებთ მოგონებებს, ყველაფერი რაც უკავშირდება, ხო? როგორ ატარებდით ერთად ზაფხულს, არ ვიცი, შეიძლება როგორ მიდიოდით საყიდლებზე, რომ ზამთრისთვის მომზადებულიყავით. ყველაფერი, ხო, ესეთი ყოველდღიური, ოჯახური რუტინა რაც არის, რაც წყვილში არის, ხო, ძალიან ბანალური, ძალიან უბრალო, ხო, და ამავდროულად ძალიან დიდი სიყვარულით, ზრუნველობით სავსე რაც არის, ხო? და ეს ყველაფერი თქვენთვის არის ძალიან ძვირფასი. აქ მარტო პიროვნებაზე არ არის, რაღაც კონკრეტულ ვიღაცა გიორგიზე არ არის საუბარი. ახლა ვიღაცები თქვა რატო გიორგი იყოს ნიკოლოზი, არ ვიცი, დავითი, ვინც გინდათ ის იყოს, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის არ არის აქ საუბარი მხოლოდ პიროვნებაზე. თქვენ ყველაფერს ის რაც თქვენ ერთად შექმნით, რაც ერთად გამოიარეთ, ამ ყველაფერს თქვენ უფრთხილდებით ძალიან და ეს თავისი მოგონებებით, ხო? ეს ყველაფერი თქვენთვის არის ამომავალი წერტილი. მაგრამ იცით როგორ ხართ, შებოჭილი ხართ რა. თითქოს თან ხედავთ, რომ ძალიან დიდი არჩევანია, ძალიან ბევრი ვარიანტებია, როგორ შეიძლება მოიქცეთ, მაგრამ როგორც ხელშეკრული ისე ხართ, არც კი იცით, როგორ უნდა მოიქცეთ და რა ნაბიჯები გადადგათ, როგორ იპოვოთ გამოსავალი, რა ხდება ასეთი, რა პრობლემა არის. როგორც ჩანს, აქ მამაკაცი აკეთებს რამე არჩევანს თუ დიდი ხო, არის სხვა პიროვნება. არის სხვა პიროვნებაც აქ. არის მესამე პიროვნებაც. არის მესამე პიროვნება აქ და ამან გამოიწვია ძალიან დიდი მერყეობა თქვენს ურთიერთობაში, ძალიან დიდი გაუგებრობა და არასტაბილურობა თქვენ ურთიერთობაში. მამაკაცი საკმაოდ ისეთი თავქარიანი გახდა, ხო? თითქოს იცით, პასუხისგებლობასაც ვერ კიდევთ მას. შეიძლება იქცევა ბავშვივით, უპასუხისგებლოდ, დაუფიქრებლად. და იქით მეორე მხარეს არის პიროვნება, ხო, ასე თქვა თქვენი მეტოქე, პიროვნება, რომელიც ძალიან მშვიდად წყნარად ზის ელოდება თქვენს პარტნიორს, როდის მოჩანგლავს, როდის წამოაგებს ესე გემრიელად ანკესზე, მეგონი ესე უფრო კარგად ჩანს ყველაფერი, როდის წამოაგებს ანკესზე და ესეთი სატყუარები აქვს თითქოს, ხო? შეიძლება რაღაცა საზღვარგარეთ მოგზაურობაზეც არის რაღაცა საუბარი. ესე თითქოს ეს სკივრებია გადმოლაგებული და რაღაცებს თავაზობს, ხო? რაღაცა სარგებელს თავაზობს, რაღაცა სატყუარები აქვს, რომ ანკესზე წამოეგოს. აქეთ თქვენ, რა საინტერესო, ესე იგი, ერთი მამაკაცი ცდილობს, რომ ორი სკამი ერთდროულად შეინარჩუნოს და ორი ქალბატონი, რომელიც ორივე ესე წყნარად მშვიდად ზის და ელოდება უბრალოდ ერთი ქალბატონი, ეს არის ქალბატონი, რომელიც იცავს ამ ურთიერთობას, რომელიც იცავს მოგონებებს, რომელიც იცავს ყველაფერს, რაც ამ ურთიერთობაში დაგროვილი იყო, ხო, ბანალური ამბებიდან დაწყებული რაღაცა დიდი ამბები, შეიძლება შვილის დაბადებიდან, ხო, ასეთი მნიშვნელოვანი მასშტაბური ამბები დამთავრებული და ამ ყველაფერს და მიუხედავად ამ პრობლემებისა, რომელიც თქვენთან არის შექმნილი, ეს ეხლა მე თქვენზე ვსაუბრობ, რა თქმა უნდა, მაინც სინათლე არის, ესე ვთქვა, თქვენ გულში, ხო? და გჯერათ, რომ მაგ გათენდება თქვენთანაც და ეს ღამეც, ხო, ეს დაბნელება, ეს ღამე, რომელიც თქვენთან არის, თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ აუცილებლად
ღამეს მოსდევს დღე, აუცილებლად გამოიდარებს, აუცილებლად მთავარია თქვენ ეს სითბო და სიყვარული არ დაკარგოთ, მთავარია ეს იმედი არ დაკარგოთ და აი ისეთ რეჟიმში აგრძელებთ ყოველდღიურ ცხოვრებას, ხო? მეორე ქალბატონი კი როგორია, ხო? ძალიან ესეთი ანგარებიანი, ძალიან გათვლებით მოქმედებს, ხო? იქ რაღაცა სატყუარები და ალაგა, მისი ფიქრები მომავლისკენ, ხო? თქვენი ფიქრი არის რა? აი გარედან თფილნათება რო ხედავ ფანჯრის ხო სითბო როდესაც გამოდის ხო აი თფილი ძალიან ყოველგვარი რაღაცა ზედმეტი გათვლების მერკანტილური მატერიალური გათვლების გარეშე ხო და აბსოლუტურად გრძნობებით და ემოციებით მოქმედებს თქვენ და მეორე ქალბატონის ფანჯარა როგორია მეორე ქალბატონის ფანჯარა არ არის ზამთრის პეიზაჟით ესეთი ღამეა თან ცივა ანუ ცივი გონებით განსჯით არა ის არ მოქმედებს გულით ის მოქმედებს გონებით. ის ალაგებს ისე როგორც მასურს, სადაც უნდა ამ სატყუარას გახსნის, სადაც უნდა ამ სატყუარას დახურავს, ხო? ნუ აი ესეთი ერთმანეთისგან კარდინალურად განსხვავებული ადამიანები ხართ. მოდით ახლა ვაჟბატონისკენ ნახოთ რა ხდება. ხო, ვაჟბატონისკენ რა ხდება თქო და ნუ აი ძალიან საინტერესო ამ ტაროს დასტაში ძალიან საინტერესოდ არის წარმოდგენილი ეს არკანი და მე მინდა ძალიან ახლოდან ესე გაჩვენოთ და მიხვდებით აი ხა საუბრობდი ორ აბსოლუტურად განსხვავებულ ქალბატონზე, ხო? და ორი სხვადასხვა ფანჯრიდან ხედვაზე და იცით ხო თქვენ როგორ მიყვარს, ოდესაც და ეს მუდმივად ხდება, ოდესაც მე ვიტყვი და შემდეგ ამოდის ტარო, ხო? ვინც მე დიდი ხანია უყურებს ჩემს გაშლებს, არ მგონია იმის ესეთი რაღაც ხდებოდეს, ანუ ჩემს სიტყვას ადასტურებს ტარო და ნახეთ რას გვიჩვენებს აქ, ხო? ორი მხარე აქ, ხო, რაღაცნაირად თითქოს, ხო? აი გაყოფილი აქ ესეთი მოთეთრებული, აქეთ უფრო სხვანაირად არის, ხო? ანუ ვიზუალურად ისე შთაბეჭდილებას გიტოვებთ ეს სახლი, ხო, რომელსაც გოგონა უყურებს, რომ თითქოს გაყოფილია ორი სხვადასხვა და როდესაც ვეკითხებით, აი მამაკაცის მხარეს რა ხდება? გაყოფილია, არ იცის რომ ფანჯარაში შეიხედოს, ხო? გაურებულია ეს ადამიანი. ორივე ფანჯარა ეძახის თან, ხო? ამ წუთას არც იქით არის გადახრილი, არც აქეთ. ნახეთ, როგორ თანაბრად უჭირავს ვაშლი ორივე მხარეს ხედავთ, ხო? და არ არის გადახრილი არც ერთ მხარეს და გადაწყვეტილება ასე თქვათ მიღებული არ აქვს, ხო? არც იქით, არც აქეთ. გაჭედილი არის შუაში. გაჭედილი არის შუაში. მოდით ახლა როგორ ხედავთ თქვენ ეს მამაკაცი. ნუ თავის ცხოვრების მეგზურად. თქვენ ხართ მისთვის უბრალოდ ცხოვრების მეგზური. შეიძლება ითქვას ერთადერთი სიყვარულიც, ხო? ნუ იმიტომ რომ ხა ნუ არკაიც ესეთი. აი, როგორ თქვა, შეიძლება ახალგაზრდა წყვილიც ხართ, მაგრამ ფაქტიურად აი შეიძლება ძალიან ესეთი ახალგაზრდა წყვილი, მაგრამ ძალიან ესე შეაბერდით ერთმანეთს, ხო? შეაბერდით თავის გამოცდილებით, აი მურთიერთობებით, რაც თქვენ შორის იყო, ხო? და ერთ ენაზე მოსაუბრეები ხართ, ხო? როდესაც წყვილი ერთად არის არა მხოლოდ იმიტომ რომ რაღაც ქალსა და მამაკაცს შორის რაღაცა ერთობა არის ვნება ხო თქვა არა იმიტომ რომ არის სიყვარული არის პატივისცემა არის გაგება რაღაცა საინტერესო საერთო ინტერესები აი ძმაკაცები ვით როცა არიან ხო მეგობრულად როცა არიან წყვილი როდესაც ამოდროულად არის კარგი მეგობარი აი ესე ხედავთ ეს პიროვნება თქვენ მოდით ახლა ვნახოთ როგორ ხედავს თქვენს მეტოქეს როგორ ხედავს თქვენს მეტოქეს თქვენი პარტნიორი. ნუ ნახეთ რო შეიცნოს სამყარო, რო იმოგზაუროს, რო რაღაც ახალი როგორ ამიყვას ეს სიტყვა, რომ ვნება შეიძლება მოგზაურობა, რაღაც ახალი გემოება, აბსოლუტურად ესეთი ბავშვური გატაცება და ისეთ რა კიდე ფიქრობს რომ იჩქარა. ფიქრობს რომ იჩქარა და ამან ძალიან დაამძიმა. ფიქრობს რომ იჩქარა, ფიქრობს რომ ნაადრევი იყო, სპონტანური მოქმედება იყო, ნაადრევი მოქმედება იყო და ფიქრობს რომ იჩქარა. სადღაც შეიძლება ვთქვათ რომ ნანობს კიდევაც. ამის თქმაც შეგვიძლია კი ბატონო რომ სადღაც ნანობს კიდევაც, მაგრამ აი თავქარიანობა რას ხედავს იმ ქალში ხო? აი ხდება თავქარიანი ბავშვური უპასუხისმგებლო ტუტუცი.
ხო? მომიტევებთ იმედია ესე რომ შევამკეთ თქვენი პარტნიორი. აი როგორ დიდ სხვაობას ხედავს თქვენ ორს შორის. როგორი დიდი სხვაობა არის, როგორი ხედვა აქვს მას, ხო? მაშინ რატო არ აკეთებს არჩევანს? რატომ არ აკეთებს არჩევანს? რა იყო ახლა ეს? გააკეთებს, შეიცვლება რაღაცები. არჩევანს გააკეთებს. და იცით რა არის? არჩევანს გააკეთებს, შეიძლება მერყეობს. ნახეთ, აკეთებს არჩევანს, აკეთებს ცვლილებას ოჯახის სასარგებლოდ, ხო? თავის ესეთი ოჯახური კერის სასარგებლოდ. მერე ისევ მიდის წრეზე და აი ესე გაუთავებლად მიდის, მოდის. აი ეს თქვენი პარტნიორი ზუსტად ამ მდგომარეობაში უნდა იყოს ახლა. წავიდა, წამოვიდა. კი. და ამას აკეთებს, აი, არ ვიცი, ქურდივით იპარება, გაიპარება, გამოიპარება, რაღაცას მალავს, რაღაცას ჩურთავს, რაღაცა ტყუილების თქმა უწევს. და რაც თავარი იცით რა არის? შიში აქვს, საშინელი შიში აქვს. შიში აქვს, დანაკარგი შიში აქვს. აი, ნახეთ, აი ამ ოჯახის დაკარგვის შიშიც აქვს მას. და სულ აი ესეთი შეგრძნება აქვს, რომ უთვალთვალებენ, სულ ესეთი შეგრძნება აქვს, რომ აკონტროლებენ. არ ვიცი, შეიძლება იქაც რაღაცას იტყუება, თქვენც გატყუებთ, იქითაც იტყუება. ანუ შეიძლება ეს ვარიანტიც იყოს, ხო? ეხლა ეს გაშლა რა თქმა უნდა ერთ ადამიანზე არ არის, თუმცა საინტერესოა. როგორ არა, მალავს ძალიან ბევრი რაღაცა არის დაფარული და დამალული აქვს. ძალიან ბევრი რამე არის დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ, ბურუსით მოცული ამ ურთიერთობაში და მის საქციელში. ანუ იცით რა არის? მაინც სამომავლოდ მაინც რო ვთქვათ, ხო? ასეთი გეგმა ყოველ შემთხვევაში. ასეთი გეგმა ყოველ შემთხვევაში, რომ არის თქვენთან, ხო? რომ ბრუნდება ოჯახში, მაგრამ ამას სისტემატიურად აკეთებს. წავიდა, ხო? დადის წრეზე, მუდმივად. აი თითქოს გონიათ რომ არიქა შეიცვალა, რაღაცა უკეთესობისკენ წავიდა საქმე, მერე ისევ წამოვიდა, ხო? სადღაც დაიკარგა, გაქრა. მერე ისევ მოbrunდა, გონიათ რომ აი ისევ დავლაგდით, მერე ისევ აირება ეს ქარაფშიტული რაღაცები დაეწყება და ნუ მოკლედ ძალიან მერყეობს. თუმცა მაინც ხო აი სადღაც თუკნად დავარქვათ ქვეცნობიერის დონეზე, გულის სიღრმეში, რომ აქვს აი ეს მომენტი, რომ იქნება ოჯახში, ხო? აი დავბრუნდები. სულ ეს მომენტი აქვს, მას იმედი აქვს, რომ მისთვის ეს კარი ყოველთვის ღია იქნება. კარგი, რადგან ასეთი გაშლა გაგვიკეთა ტარომ, ხო? იმიტომ რომ ტაროს ვკითხეთ, ტაროს ვკითხეთ, რაზეც უნდა გაშლა გაეკეთებინა და მივყევით, რა რჩევას მოგცემთ? რა რჩევას გაძლევთ? პირველ რიგში, ნუ გააგრძელეთ ისეთ სანთელი რა დღეშია, ალბათ თქვენც თავად ხედავთ, არა და სუფთა, აბსოლუტურად სუფთა თაფლის სანთელია და სულ გაგიჟდა, მე მგონი. და აქ რაღაცას გვიჩვენებს კიდევაც. მე არ ვიცი თქვენ რამდენად ხედავთ. დაგიგიათ ალბათ ხომ, სანთლის ფითილზეც ну, მე ყოველ შემთხვევაში ვხედავ, სხვები, არ ვიცი, სანთლის ფითილზე საინტერესო ფიგურა გამოისახა და მე ამაზე ახლა აუცილებლად ვისაუბრებ. ეს არის ქალბატონი, გვალის სახე, გვალის სახე, ტიბატონო, შავი თვალები, მუქი ფერის თვალები, აი ესეთი, შეიძლება ცოტა ლუყები, პუტკუნას არ ვიტყოდი, ალბათ უფრო აი არა მოგრძო, არამედ გვალი ფორმის სახე აქვს. ძალიან მკვეთრად არის გამოკვეთილი თვალები, პატარა ტუჩები, შეიძლება იწამწამები და იმიტომ რომ ძალიან მკვეთრად არის თვალები გამოყოფილი. შავი თმა, მუქი ფერის თმა. და იცით როგორ არის, თითქოს რაღაცას ყვირის. ეხლა ჩემი მე არ ვიცი ეხლა რამდენად გამოჩდება აქ კადრში, შევეცდები, მაგრამ ნახოთ. აბა ნახოთ.
თუ გამოჩდება არ მგონია, იმიტომ რომ ხარისხი არ მოკლედ არ დაიჭერს ისე როგორც ჩვენ გვინდა, ამიტომ გაშლა არ გავაფუჭოთ ახლა ჩვენ. დაუბრუნდეთ, მოკლედ ეს ქალბატონი ამოგვივიდა აქ. ძალიან მკვეთრად ხედავ მე ყოველ შემთხვევაში. და ზურგ ხელში უჭირავს ერთი ხელით მალავს რაღაცას, ესეთი ჟმაკი ვითრქებუკებით აქვს. მოკლედ, აქ მესამე პირი მეტოქი არის, საერთოდ სხვაგან წავედი ახლა მე, ჩემი მსმენელი ალბათ გაგიჟდა, მაყურებელი. მაგრამ კი, ვინც არ იცით, მინდა ვთქვათ, რომ სანთელზე წაკითხვათ, ზოგიერთებს შეგვიძლია ალზე, თვითონ ფითილზე არის შესაძლებელი. ნუ რა თქმა უნდა, როდესაც აბსოლუტურად სუფთა თაფლის სანთელზე არის და არა დეკორისთვის, რაც გვაქვს ხოლმე სანთლები ანთებული, ხო? რას ითხოვს თქვენგან ტარო? აი, იცით როგორ გამძლეობას და ერთგულებას და სიძლიერეს, რომელიც აი არ ვიცი, ალბათ არქტიკულ ყინვასაც გაუძლებს, ხო? იმის და სამართლიანობის აღდგენას. აი, თქვენგან მოითხოვს სამართლიანობის აღდგენას. თქვენ უნდა დააბალანსოთ, თქვენ უნდა აღადგინოთ სამართალი, თქვენ უნდა იბრძოლოთ, თქვენ უნდა იმოქმედოთ. აი, სამართალი დამოვიდე კიდევაც. ესეთი ამბავია. ანუ ტარო გეუბნებათ, რომ თქვენს ხელშია, თქვენს ძალებშია სიტუაციის მართა და სიტუაციის დალაგება. გაუძელი, აი ესე გეუბნება, ხო? თუ გინდა რომ უკაცრავად მიაღწიო შედეგს. გაუძელი თუ გინდა რომ მიაღწიო შედეგს. ნუ შეიძლება კამათიც მოგიწიოთ. თვითონ მამაკაცაც სურს თქვენთან დალაპარაკება. სხვათა შორის მამაკაცაც უნდა შეიძლება მოგიწიოთ კიდევაც საუბარი, უბრალოდ ეს არასასიამოვნო, არა, მოგიწიოთ არა, იყო საუბარი და საკმაოდ არასასიამოვნო საუბარი და მე მგონი აქეთ გადმოგაბრალათ ყველაფერი. აქეთ დაგაბრალათ ყველაფერი, რატომ წავედი, რატომ არ ვარ, აი შენი ბრალია ეს ყველაფერი და ნუ მოკლედ აი ესეთი რაღაცეები არის აქ. მე მგონი ახლა ეს ძალიან შორს წაგვიყვანს, მე ამას თუ ჩაუყევი, არ ვიცი, ვისაც ვისთანაც გაშლა ძალიან ახლოს მივიდა და რეზონირებს, ძლიერ რეზონირებს, შეგიძლიათ პირადი კონსულტაცია გაიაროთ. კონკრეტულ თემაზე ჩაეწეროთ, მომწერეთ, ოღონდ არ გამირეკოთ ძალიან ვთქვათ, უბრალოდ მომწერეთ და მე ყველას გიპასუხებთ. ისე ძალიან საინტერესოა კომენტარებშიც, როგორ რეზონირდება ეს გაშლა თქვენთან, ის რაც რეზონირდება, აი რა მომენტები არის და ვინც შეძლებს რომ გამიზიაროთ. ასევე ველოდები თქვენ შეფასებას, რამდენად მოგეწონათ გაშლები, ჩემი გაშლები მიყვარს, ხო იცით? და ნუ ახალი გარემო თავისთავად, რომელსაც ძალიან ხშირად ვცვლი ხოლმე. დიდი მადლობა, რომ იყავით ჩემს არხზე, ღამის მკითხველის არხზე. მეულევ ბედნიერებას, სიყვარულს, სიხარულს და კეთილდღეობას. გისურვებთ.